პირველი ნაწილი, შინაგანი კომპასი, ანუ სად დავიკარგეთ. ეს ნაწილი ეხება იმ გრძნობებს, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მიმართულება ცოტათი აგვერია. პირველი, ეს არის ფრუსტრაცია. ფრუსტრაცია მიუთითებს, რომ არ ხარ იქ, სადაც უნდა იყო. წარმოიდგინე, რომ ძალიან გინდა ლეგოს დიდი კოშკის აშენება, მაგრამ კუბიკები ერთმანეთს არ ეჭიდება და სულ იშლება. ამ დროს კი გული თითქოს გიფანცქალებს და ყველაფრის მიყრა გინდა. აი, სწორედ ეს არის ფრუსტრაცია. უფროსებშიც ასეა. როცა სამსახურში ან ურთიერთობებში ძალისხმევას არ აკლებ, მაგრამ შენ წინ მაინც ვერ მიდიხარ, შინაგანი ხმა გეუბნება, რომ უბრალოდ არასწორ კარზე აკაკუნებ და ფრუსტრაცია გაჩერებს და სხვა უფრო შენთვის შესაფერისი გზის მოძებნას გთხოვს. მეორე, ეს არის მარტოსულობა. მარტოსულობა გიჩვენებს, რომ საკუთარ თავთან გაქვს დაკარგული კავშირი. ეს ისეთი შეგრძნება არის, თითქოს ხალხი სავსე ხმაურიან ოთახში ხარ, მაგრამ მაინც გონია, რომ მარტო ხარ და ვერავინ გამჩნევს. მარტოსულობა ადამიანის ნაკლებობის გამო კი არ ჩნდება ჩვენში, არამედ მაშინ, როდესაც სხვების მოსაწონად შენს ნამდვილ ფიქრებს, სურვილებს და ხასიათს მალავ. ის გეუბნება, რომ დრო არის გვერდზე გადადო ტელეფონი, სოციალური ნიღბები და ჯერ საკუთარ თავს დაუმეგობრდე. მოусმინო იმას, რაც შენს გულში მართლა საჭიროა. შემდეგი, მესამე, ეს არის შედარება. შედარება გიჩვენებს, სად არ აღიარებს სრულად შენს საკუთარ გზას. ეს გავს მომენტს, როცა ეზოში სხვის ახალ ველოსიპედს უყურებ და გული გწყდება, რადგან გონია, რომ შენი ძველი და უშნოა, მაგრამ ამ დროს გავიწყდება, რომ შენს ველოსიპედს თავისი ისტორია აქვს და მასზე ტარება შენი სწავლე. როცა უფროსები სხვის კარიერას ან ცხოვრებას საკუთარს ადარებენ, სხვის ლამაზ ფასადს უპირისპირებენ საკუთარ შინაგან კულისებს. ეს გრძნობა გააფრთხილებს, გაასწორე თვალი, სხვისი ყურებით შენს გზას შეიძლება აწდე. მეოთხე, იმედგაცრუება. იმედგაცრუება გიჩვენებს, რომ არასწორი მოლოდინები შეიქმენი. წარმოიდგინე, რომ შეფუთულ კოლოფში დიდ მფრინავ რობოტს ელოდები, მაგრამ რომ გახსენი, შიგნით ჩვეულებრივი წინდები დაგხვდა. აი ეს არის გულის დაწყვეტა. ანუ იმედგაცრუება. ჩვენ ადამიანებზე ან მოვლენებზე ჩვენს თავში ზღაპრულ სცენარებს ვხატავთ და მერე რეალობა გვაფხიზლებს. ეს გრძნობა საკმაოდ მტკივნეულია, მაგრამ ძალიან სასარგებლო. ის გვასწავლის, რომ სამყაროს მიღება საჭიროა ისეთის, როგორიც არის და არა ისეთის, როგორიც ჩვენ მოვიგონეთ ჩვენს გონებაში. მეხუთე, ეს არის დაბნეულობა. დაბნეულობა გიჩვენებს, რომ რაღაც ახლის დასაწყისში ხარ. დაბნეულობა გავს მომენტს, როცა ტყეში მიდიხარ და უცებ ნისლი ჩამოწვება. ვეღარ ხვდები საით წახვიდე, იმიტომ ხდება ეს, რომ ძველი ნაცნობი გზა დასრულდა, ახალს კი ჯერ ფიზიკურად ნისლის გამო ვერ ხედავ. უფროსებისთვის ეს შეიძლება იყოს ძველი პროფესიიდან წამოსვლა ან ცხოვრების სტილის შეცვლა. ნუ შეგეშინდება ამ ნისლის, ის გეუბნება, რომ შენი გონება ახალ წესებს სწავლობს და მალე სრულიად ახალი თავგადასავლები იწყება.